აფხაზეთი ჩემთვის და ჩემი თაობისთვის არის პირველ რიგში ტკივილი და ასევე არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემ თაობას აკისრია. ჩემს ყოველდღიურობას თანსდევდა ეს თემა. იხსენებდნენ ომის პერიოდს, როგორ წამოვედით, როგორ გამოყავით ბოლო რეისს, როგორ დავტოვეთ ჩვენი ძაღლი ბიმი, რომელიც აცრემლებული თვალებით გვემშვიდობებოდა და როგორ განიცდიდა მამა ამ ამბებს. თუმცა მაშინ პატარა ვიყავი და იმდენად არ მესმოდა ვერ აღვიქვამდი ამ პრობლემას ისე გლობალურად როგორც დღეს და ყოველთვის მიკვირდა რატომ იწელებოდა დრო სანამ დავბრუნდებოდით, რატომ უცრემლიანდებოდათ თვალები სოხუმის ხსენებაზე. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მეტად ეხებოდა ემოციებს, ჩემს ემოციებს ეს თემა და როცა ბავშვობის ფოტო ალბომს ვათვალიერებდით, არსად არ იყო ჩემი ფოტო. ერთი ისტორია მახსენდება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის სკოლაში, როდესაც გთხოვეს საღამოზე მიგვეტანა ჩვენი ბავშვობის ფოტო, სახლში მოსულზე გადავქექე ყველა ალბომი და არც ერთი ჩემი ფოტო არ იყო. მაშინ პრობლემა მარტივად გადავჭერი, იმიტომ რომ ჩემი დის ფოტო წავიღე საბოლოოდ და სულ ბრაზობდი მშობლებზე და მათ მაშინ არ ქონდათ პასუხი. როცა ვიზრდებოდი, უკვე ხვდებოდი, ვაანალიზებდი რა მოხდა და რამდენად როგორ გამოვიარეთ, ან ჩვენ თავზე გამოვცადეთ ეს ომის ტრაგედია. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელობაში ყველა ჩემი ტოლი უნდა იყოს ჩართული კონფლიქტის მოგვარებაში. ჩემი აზრით, ჩვენ ნაკლებად ვართ პასუხისმგებელი იმ შეცდომებზე, რაც წარსულში იყო დაშვებული. შესაბამისად, შეგვიძლია რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. მეტი კომუნიკაცია გვჭირდება ერთმანეთთან და ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ რეალურად გამოსავალი არის სიყვარულით მოპოვებული ნდობა, რომელიც მეტად დაგვაახლოვებს და აუცილებლად მოგვიტანს მშვიდობას.